მობრძანდით, ესე იგი უკვე შეიკრიბეთ ტელეეკრანებთან ოჯახურად. იმედის არხზე თავდაყირავ დგებით. აბიჯინა? დიახ. ექსპერიმენტისთვის ყველაფერი მზად არის? ყველაფერი მზად არის. რძე არის? არის. ხრაშუნები? ხრაშუნებიც არის. რაღაცა მაკლია. სავარძლებიც გასწორებულია. ტაში მაკლია. ტაში. აი ტაში. ბრავო! არჩელის ტაშიც. მოკლედ მე ვიცი რა მაკლია. რა? ყველაფერი წესრიგშია. რაღაც არ გამოდის. მე ვიცი. მოდი ბავშვებს დაუძახოთ. ბავშვებს რომ დაუძახოთ, ამისათვის საჭიროა თემა გამოვაცხადოთ. თემა, რომელიც ძალიან საინტერესოა დღეს ჩვენ გადაცემაში. მანაკეთ. ჩვენ ავარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საინტერესო თემა. ეს არის უფროსი ძმების და უმცროსი დების, უმცროსი ძმების და უფროსი დების, უფროსი და უმცროსი დედმამიშვილების ურთიერთობა. რა კარგად თქვა? ვა, დედმამიშვილები, როგორ მიყვარს ეს სადღეგრძელო. ჩემო დაიკო, გაგიმარჯოს, ბედნიერი იყავი. გაბრთები რა იყო, კაცი რო ლაპარაკობს, ხო, კარგი რა. მაპატია, მაგრამ იცი რა, თემიდან გადაუხვიე. გადაუხვიე? არა და როგორ მიყვარს ჩემი და როგორ მაწვალებდა, იცი, მე რო პატარა ვიყავი. მე გავიზარდე, ვერეოდი, მაგრამ ეს ხო იცი სიყვარულით ხდება ეს ყველაფერი. გოგიჩ, იცი მე მგონი პირველი სტუმარი უკვე მოვიდა. აბასადარია. აი. ო, მობრძანდით, როგორები არიან, ულამაზესები. მოგესალმებით, დაბრძანდით. დედიკო ნესტანი, საბა და სალომე. მე როგორც ხედავ, საბას დოლიც კი წამოუღია. დიახ, დოლი წამოუღია. მე მგონი დაგვიკრავს კიდეც, ხო? დაგვიკრავ? შეიძლება დაგვიკრავ. ამა დავუკრავ. აბერთ მაჩვენე როგორ უკრავ. მანაკეთ. საბა. შესანიშნავად გამოსდის, თან თუ ატყობ რომ ნამდვილი დოლი არის და უკრავს ნამდვილი. თითქმის ტოლები არიან, ხო, რო შეხედავ. როცა პატარა იყო, პატარა დოლი ქონდა რომ გაიზარდა, უკვე დოლიც გადიდა. ჩვენ საიტზე თქვენ დადეთ ძალიან საინტერესო რჩევები. მაყურებელს შევახსენებ, რომ ესე იგი ბასტებულბულს საიტზე ფსიქოლოგი ხსნის ხოლმე თემებს და ისეთი კარგი დედიკოები, როგორც არის ნესტანი, თავის პრობლემებს ან რჩევებს წერენ ხოლმე. რამდენი წლის ხარ საბა? 5-ის, სალომე რამდენის არის? სალო 3-ის. აქედან გამომდინარე, როდესაც საბა 2 წლის იყო, მაშინ მოვიყვანეთ სალო სახლში. და შესაბამისად ცოტა ყურადღება მოაკლდა და ამამ საბაზე ძალიან იმოქმედა. მე ხვდები რაშიც იყო საქმე. ესე იგი ის იყო ეჭვიანობის მომენტი. საბას უნდოდა რომ მეტი დრო გაეტარებინა დედასთან. გასაგებია, ეს არის ეჭვიანობის მომენტი, როდესაც უფროსი ბავშვს აკლდება ყურადღება, შესაბამისად ეჭვიანობენ უმცროსებს და ასე დროს სხვათა შორის ბავშვებს მარტო დატოვება ცოტა საშიშიც გიხდება. დიახ, და თქვენი ფსიქოლოგის რჩევები არის საიტზე და აქ ამოვიკითხეთ, რომ ამ დროს უნდა დაიხმარო უფროსი უმცროსის აღზრდაში და ამან ჩვენ ძალიან გვიშველა. ეს უნდა ჩავიწერო. პატარა იყო საბა, როდესაც სალომემ გაიყვიწა დილა ძალიან დღე 7 საათია და საბა მეუბნება. დედიკო, მოდი შენ დაიძინე და სალომეს მე გიხედავ. აი როგორი კაცია, ხედავ ოჯახი. კარგი ბიჭია. ყოჩახ საბა, კარგი ბიჭი ხარ. ყოჩახ ბიჭო. ახლა სტუდიაში უფროსი და უმცროსი დედმამიშვილების შემოვლენ. ნუ ჩვენი მხიარული ექსპერიმენტი ჩავწერთ. რა თქმა უნდა, მობრძანდით, ნახეთ რა ლამაზები არიან. ნახე როგორი კარგები არიან. მოდით დადექით, თავნა გავიცნო. ვინ არიან? დადექით ბავშვებო? გოგიჩ, მე ექსპერიმენტს გავამზადებ. შენ რძე დაასხი იქ ჭურჭელში, დავიწყოთ. მიხარი რა ქვია, რაგვარი ხარ? დათა, რაგვარი ხარ? ჩერეპუხი. რამდენი წლის ხარ? 8-ის. შენ დაიკო? შენ რა ქვია? ლიზა. და რამდენი წლის ხარ? 3. 3-ის. ესე იგი, დათა და ლიზა გავიცანით, ხო? აბა გადავიდეთ შემდეგ დაიკოებთან. სახელი გვარი, წლოვანება? ნატალი ბარქაია 8 წლის. 8 წლის. შენ? ლიზი ბარქაია. რამდენი წლის ხარ? 3. რა გოგოა, შემდეგი დაძმა. აბა მითხარი შენ ვინ ახარ? ლიზა. შენ ლიზა, რამდენი წლის ხარ ლიზა? 4-ის. 4-ის, შენ? ლუკა. რამდენი წლის ხარ? 5-ის. და რა გვარი ხარ? გიორგო ბიონი.
მე მგონი გაგაცანით ეს შესანიშნავი დედმამიშვილები, ასე ვთქვათ, ახლა ბავშვებო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. მე მაყურებელსაც ვეტყვი, რომ უმცროსები ამ შემთხვევაში იქნებიან ვითომ უფროსები. უმცროსები ასადილებენ უფროსებს. ესე იგი უმცროსები აჭმევენ უფროსებს. უფროსებს და უფროსები ვითომ უმცროსები არიან. მოდით აბა დაიკავეთ თქვენი ადგილები, მობრძანდით. ბაბილინა ყველაფერი მზად არის ხო? ყველაფერი მომზადებულია. ჩვენ გვაქვს ზუსტად 1 წუთი იმისათვის, რომ ნახოთ როგორ ასადილებენ უმცროსები უფროსებს. მანახეთ, აბა მანახეთ. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ესე იგი უფროსები და უმცროსები რომ ერთად თამაშობენ, ეს უკვე ძალიან კარგია, ხო? მეორე ის რომ უფროს სურს რომ თავისევ პატარად წარმოიდგინოს და უმცროს კი უფრო დიდობას სურს. ამ შემთხვევაში ორივე ბედნიერია. ორივე ბედნიერია. მართალია და კიდევ ის რომ უმცროს დედა უცხადებს ნდობას, უფროს კი ყურადღება არ აკლდება და ანუ ისიც ისე ესე იგი მზრუნველობის ქვეშ არის, დედის მზრუნველობის ქვეშ თვალსია. სალო იყო წინახევრის, როდესაც ლაპარაკი დაიწყო. საბა ამ დროს უკვე გამართულად ლაპარაკობდა, მაგრამ ისევ ენამოჩლეკით დაიწყო საუბარი. ამბობდა მეც პატარა ვარო. ну რა თქმა უნდა ამ დროს ბავშვებს უჩნდებათ, უფროსებს უჩნდებათ ასეთი პროტესტი და ну ზოგი ასე გამოხატავს და ზოგი ისე. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2 და 1. შეწყდა ექსპერიმენტი. მე ვაყურდებოდი სხვათა შორის, გეტყვით და უმცროსები ისე იქცეოდნენ, თითქოს უფროსები იყვნენ. და უფროსები ამ დროს როგორ იქცეოდნენ? იქცეოდნენ თითქოს პატარები იყვნენ, ბავშვები. და მე მგონი ამ შეჯიბრში ყველა გამარჯვებულია, ასე არ არის? რა თქმა უნდა. აი ეს უნდა დავიმახსოვრო. მე ისე მომეწონა შენი რჩევა და ეს თამაში ძალიან მომეწონა, რომ ლევანიკო მოემზადე ელენიკოს ახლა შენ უნდა აჭამო ხოლმე. დიდი მადლობა თქვენ, რომ ზრუნავთ ჩვენი შვილებისთვის. რა კარგად თქვა?